ერთ საკითხზე მინდა გავამახვილო ყურადღება. ამაზე ჩვენ არ ვისაუბრებდით, დიდად მნიშვნელოვანი რომ არ ყოფილიყო. საერთოდ არის ასეთი წესი, როდესაც ადამიანის მხილება გინდა, უნდა შეხვდე მას და უნდა უთხრა პირადად. რა პრეტენზიაც გაგაჩნია. მით უფრო, როდესაც სასულიერო პირს ეხება, აქაც ასეთი პრინციპი არის, რომ უნდა დაელაპარაკო მას პირადად. საჯარო სივრცეში, ანუ ამბიონიდან, როცა ჩვენ ვქადაგებთ და მით უმეტეს მერე სოციალურ ქსელში ვდებთ უпроსტորად ამა თუ იმ ქადაგებას, ამას რა თქმა უნდა ათასობით ადამიანები ისმენენ. სუსტები ბრკოლდებიან, ძლიერებს, სულიერად ვინც ძლიერია, მათ სწორად ესმით, რადგანაც ცოდნაც აქვთ ამისი, განათლებაც და განსჯის უნარიც. დაინახოს რა არის თეთრი და რა არის შავი. რადგანაც ერთ-ერთმა სასულიერო პირმა საჯაროდ ესე იქადაგა, ამიტომ აუცილებელია რომ საჯაროდ გაეცეს ამ პიროვნებას პასუხი. შეგნებულად სუსტებისთვის არ დავასახელებ ამ მღვდლის სახელს. იოანე ოქროპირი ამბობს, ჩვენ ჭაღარას იმიტომ კი არ ვცემთო პატივს, რომ შავფერს თეთრი ფერი გვირჩევნია, არამედ იმიტომ, რომ თეთრი თმა სათნოების ნიშანია. ანუ თეთრი თმა უნდა იყოს სათნოების ნიშანი. სიბერე უნდა იყოს სათნოების ნიშანი. და სათნოება არ არის ის, როდესაც მაგალითად დაუსაბუთებელად ადამიანზე ავრცელებ სხვადასხვა ბრალდებას. როდესაც ავრცელებ რაღაც პრეტენზიას. ამიტომ აუცილებელია სათნოების ნიშანი არის ის, როდესაც დასაბუთებულად ამბობ ყოველივეს და არ შეიძლება უპირველეს ყოვლისა ცილის წამება ადამიანისა. ამ სასულიერო პირმა ისაუბრა მოუმზადებელ ზიარებასთან დაკავშირებით და ამბობს, რომ ერთ-ერთმა სასულიერო პირმა კრებაზე, პატრიარქის მოწვევით, მცხეთა თბილისის ეპარქიის კრებაზე თქვა ესეთი რამ, რომ თუ შეიძლება ადამიანმა აღსარებისა და მარხვის გარეშე ეზიაროსო და პატრიარქიო განურისხდაო მასო. და ბრალს დებს სასულიერო პირებს ჩვენზე აქვს საუბარი და საიდან ვიცით ეს გალობას ეხება. ერთხმიან ბიზანტიურ გალობას ეხება და აქედან გამომდინარე კიდე ბევრი ნიუანსია იქ, საიდანაც ჩანს ვის გულისხმობს. ეხლა გეკითხებით თქვენ, იმ ფრთის წარმომადგენელი ვარ ერთ-ერთი. აღსარების და მარხვის გარეშე ვის ვაზიარებთ ჩვენ? ადამიანი, რომელიც მარხვას არღვევს, ოთხშაბათი პარასკევის იქნება დიდი მარხვა, მარიამობის მარხვა, ნებისმიერი მარხვა. როგორ ვექცევით ესეთ ადამიანებს? მინიმუმ ერთი კვირა არის განკანონებული, დასჯილი უზიარებლობით და ეპიდემია უნდა შეასრულოს. ვინმეს ვაზიარებთ ჩვენ, ვინც მარხვას არ იცავს. შემდეგ მეორე სერიის ქადაგებაში თქვა, რომ ვინც არ უნდა შემოვიდესო ტაძარშიო, ყველას აზიარებენო. ეს არის ცილისწამება პირდაპირ. და ჩვენ ვთხოვთ პასუხს, რომ ამ პიროვნებამ ფაქტებით გვესაუბროს და დაასაბუთოს. რადგანაც ცილისწამება არის ძალიან დიდი ცოდვა, დიდი დანაშაული. თუ საუბარია იმაზე, რომ ხანგრძლივობა ზიარების კურთხევასთან დაკავშირებით
რომ თითქოს ეს არ არის საეკლესიო პრაქტიკა, ჩვენ ვაზიარებთ ადამიანებს ხანგრძლივი პერიოდის კურთხევა ეძლევა იმ პიროვნებებს, ვინც უჯეროს არაფერს არ ჩადის. იოანე ოქროპირი ამბობს, ყოველ დღე შეიძლება ადამიანი ეზიაროს თუ უჯეროს არაფერს არ ჩადის. ანუ ისეთ ცოდვებს არ ჩადის, რაც დამაბრკოლებელია ზიარებისათვის. როგორიც არის მარხვის დარღვევა, როგორიც არის წყევლა, როგორიც არის გინება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მძიმე ცოდვები. და ვინ იტყვის, რომ მაგალითად შაბათს თქვა აღსარება და ერთი დღის განმავლობაში არ განრისხდება ან არ განიკითხავს ვინმეს. ვინ იტყვის ესეთ რამეს? ვინ არ ზიარებულა აი ამ ცოდვებით? წინა დღეს რომ აღსარება თქვა და დილით უნდა ეზიარო. ვინმე არსებობს ესეთი ადამიანი, რომ არ ზიარებულა. აქედან გამომდინარე, ჩვენ კურთხევას ვაძლევთ იმ ადამიანებს, ვინც დიდი ხანი დადის ტაძარში და ვინც სინდისის ხმით ცხოვრობს და იცის, როდის უნდა ეზიაროს და როდის არ ეზიაროს. ზოგს ერთი კვირა, ზოგს ორი კვირა, ზოგს სამი კვირა და ასე შემდეგ. არიან ადამიანები, ასაკოვანი ადამიანები. ერთი თვის შემდეგაც რომ მოდიან, გეუბნება რომ არაფერი არ ჩამიდენია. კითხვას უსვავთ, არც გაბრაზებულ ხარ, არც ვინმეზე ცუდი გითქვამს, არაფერი არ ჩამიდენია. არ ვაზიაროთ? როგორ მოვიქცეთ? ასე რომ აი ეს არის ცილის წამება და ეს არ შეიძლება ასაკოვანი მოხდულის მიერ რომ მოდიოდეს. მით უმეტეს, როდესაც გამოცდილება გააჩნია. მეორე თემა. ბიზანტიური გალობა არ არის ბერძნული გალობა. ბიზანტია არ იყო საბერძნეთი. ბიზანტია იყო ასევე ეგვიპტეც, სირია, ანუ პალესტინა და ასე შემდეგ და ევროპის ქვეყნებშიც იყო გადაჭიმული. როდესაც მოლას სიმღერას ადარებს შენ ბიზანტიურ გალობას, ეს არის შეურაცხყოფა უპირველეს ყოვლისა იმ დიდი წმინდა მამებისა, რომლებმაც ამაზე იშრომეს და იღვაწეს და ეკლესიაში დაამკვიდრეს. მაგალითად, იოანე დამასკელმა ეს კილოები, რომელიც არსებობდა სირიაში, პალესტინაში, შეკრიბა და 8 ხმათა სისტემა შექმნა. რომელიც გვაქვს ჩვენ ეკლესიაში, ხმა პირველი ვამბობთ, ხმა მეორე, ხმა მესამე, ანუ მელოდიები იცვლება ამით. ანუ როდესაც შენ ამბობ, რომ 300 წელია თურქებს დაპყრობილი ყავდათ ბერძნები და ამიტომ დიდი ზემოქმედება იქონიეს და ამბობ, რომ თურქებისგან შეითვისეს ბერძნებმა ეს გალობა, რა თქმა უნდა, ეს არის ისტორიის უცოდინრობა, ეკლესიის ისტორიის უცოდინრობა და საერთოდ ისტორიის უცოდინრობა. სად იყვნენ თურქები, როდესაც იოანე დამასკელი იყო? და სხვა წმინდა მამები კიდე. ასე რომ ეს არის ძალიან დიდი შეურაცხყოფა. ბიზანტიურ გალობას გალობენ არაბები, ბიზანტიურ გალობას გალობენ სერბები, იგალობება რუსეთში, იგალობება საბერძნეთში, იგალობება რუმინეთში, იგალობება ბულგარეთში. სოფლიო მართლმადიდებელ ეკლესიაში იგალობება ეს საგალობელი და როგორ შეიძლება რომ ეს შეადარო შენ მოლას ყივილს? ეს ძალიან დიდი შეურაცხყოფაა. და მესამე საკითხი კიდე, რასაც ხაზი უნდა გაუსვათ, ეს არის სქიზმა.
ანუ პოტენციურ სქიზმატებად გვასახელებს ჩვენ. მათ ყავთო ძალიან დიდი მრევლი, მათ აქვთ ბევრი მონასტრები, ძალიან დიდი სამრევლო ყავთო და როგორც კი ეს ციტატა არის, როგორც კი ნიავი დაუბერავსო, სქიზმაში, ანუ განხეთქილებაში გავლენო და ამ ხალხსაცო დაღუპავენო. აი ამის მტკიცებულებას ვითხოვთ. სად, როდის ვიქადაგეთ და იყო თუ არა ჩვენი ქმედება სქიზმის მომტანი მომავალში. ამას ჭირდება დასაბუთება. თუ ამას არ დაასაბუთებს პიროვნება, რა ბრალდებასაც სხვას უყენებ, იმ სასჯელით უნდა დაისაჯო რჯულის კანონის მიხედვით. ეს უნდა კონდეს გათვისნობიერებული აი ამ სასულიერო პირს აუცილებლად. და რო ვიმსჯელოთ, თუ ბევრი მრევლი ყავს ჩვენ და თუ კი ეს მოუმზადებელ ზიარებას, როგორც ეს სასულიერო პირი უწოდებს, ეს არისო დასასჯელი, ანუ ისინი სჯიანო თავიანთ მრევლს ვამით. მაშინ ისმის კითხვა, როდესაც უღირსად ეზიარება ადამიანი და ისჯება, ამას გრძნობს პიროვნება თუ ვერ გრძნობს? ისმის ესეთი კითხვა. პავლე მოციქული ამბობს, რომ ამას გრძნობს ადამიანი, რადგანაც კორინთელებს მიმართავს. ამიტომ არიანო თქვენ შორის ბევრი უძლური, ბევრიო წვანანო, ანუ საწოლზიარი მიჯაჭვული და ბევრი კვდებიანო, იმიტომ რომ უღირსად ეზიარებითო. თუ ეს მდგომარეობაა ჩვენ სამრევლოში, ბევრისთვის დასასჯელია ეს ზიარება და უღირსად ვაზიარებთ ადამიანებს, მაშინ ისმის კითხვა, როგორ არის ჩვენთან ბევრი მრევლი? რატომ არ მიდიან ჩვენი ტაძრებიდან, არამედ პირიქით უფრო და უფრო ემატება მრევლი ჩვენს ტაძრებს? რატომ ხდება ასე? ეს მსმენელმა განსაჯოს თავად. ღმერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა გაგურთხოთ.